Reach out, touch faith. Reach out and touch faith. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ტაბულას, ეს თეორემაა, მე თამარ ჩერგოლიშვილი ვარ. აზა ადამიან, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულიშვილი. ვენერა მეტრეველი, მამუკა ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, შალვა ქვასროლიაშვილი, მარინა ჭყონია, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, ნოდარ ჯანგირაშვილი, მზია ჯინჭარაძე, მანანა მელქაძე, გია ქარცელაძე. ეს ის ადამიანები არიან, ვინც 9 აპრილს საბჭოთა არმიამ დახოცა. ყველაფერი სამი კვირით ადრე 18 მარტს დაიწყო, მაშინ, როდესაც მოსკოვის მხარდაჭერით ეგრეთ წოდებული ლიხნის ასამბლეა ჩატარდა და აფხაზებმა საქართველოსგან გამოყოფა მოითხოვეს. საპასუხო საპროტესტო მოძრაობა საქართველოს მრავალ წერტილში დაიწყო და პიკს 4 აპრილს თბილისში მიაღწია. პროტესტის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა უკვე არა აფხაზეთის საკითხს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას უკავშირდებოდა. რა მანძილი გვაშორებს 26 წლის შემდეგ 9 აპრილის მიზანს? ამ თემაზე ვიმსჯელებთ დღევანდელ თეორემაში და შევეცდებით დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე გადადგმული ნაბიჯები მიმოვიხილოთ სტუმრებთან ერთად. წარმოგიდგენთ მათ ფიქრია ჩიხრაძე, ახალი მემარჯვენეები, თავის დროზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეს-კლუბის წევრი ბრძანდებოდით, ლანა ღოღობერიძე, კინორეჟისორი, რომან გოცირიძე, ეკონომისტი, ფინანსისტი, ასევე ყველანი პრინციპში ვინც აქ არიან ეროვნული მოძრაობიდან მოდიან ამა თუ იმ ფორმით და თამარ ჩხეიძე, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება. დიდი მადლობა იმისთვის, რომ თეორემას სტუმრები ბრძანდებით და სანამ დისკუსიას დავიწყებდეთ, მინდა რომ სალმონ ბარკერის და ლექსო მაჭავარიანის მიერ 14 წუთიან სიუჟეტში ჩატეული 26 წელი ვნახოთ. სახალხო გეუბნები, რომ შენ ხარ კაკეტეშნიკი, აი შენ. ესმის? და შენ ხარ ცეკას დაჭირებული აგენტი. აი ამას ვიდეოში ვარ. აი ეს. ნუ მიიღებ. იმიტომ რომ ეს ქვეყანა ვიცი შენ შესახებ. იმიტომ რომ შენ გჭირდება. პროცესი გადები ეს დოკუმენტი, რომ მიბზანდი აქეთან. შენ გჭირდება მაურის ატეხვა და შენ არ მიბზანდი აქეთან. სვარადე მაგ დოკუმენტს ახლა მიბზანდი აქეთან და სვანაირად გავარკვევთ ეს საქმე. თქვენ რაც გამოვშვით მე ნომერი ის იყო ჭუჭყე. სკოსი ბინძური. ამის გამო თქვენ ახალ გავიდა და კიდევ გავა. გამაგერეთ ეგა დაუნტკი. მართალს ვიყავ. კიდევ რაღაც მსგავსი იქნება ზურა და რა არის ახლა იცი? კი, ირაკლი თქვა აქ, სწორი რაღაც ერთი რაღაც ვთქვი რომ ჩვენ პოლიტიკური მოღვაწეები ვართ, შენი გამოგერეთ რა თქმა უნდა და ამას ადგილი არ უნდა გქონდეს ხორა. მე შენ გაგიხვიდა შუბლს. ესმის? გაგიხვიდა შუბლს. Alla მიდიწყდა დემონსტრაციაზე. ამ დღის შემდეგ პირველ მოთხოვნად უდან დანიელაკ ამოხებს საქართველოს
საბჭოთა კავშირის შემოწმებიდან ამოშლის მოწმობ. Предлагается организовать спецотряды Министерства внутренних дел Республики по локализации возможных антиобщественных проявлений, оснастив эти подразделения необходимым оборудованием и техникой. Привлечь административную и уголовную ответственность экстремистски настроенных лидеров и активистов. Языком драться с врагами советской власти. საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. ამიტომ ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევსწიროთ უფალს. საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ 70 წლის მანძილზე ამ ტანჯვასა და ვაიბაში ამ სისხლისყრაში პირველად ასე შაქრული, ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი this financial სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ხარავდეს ღმერთი. იარაღი ავტომატით დაიჭირა ხელში ისევ დემოკრატიული საქართველოს ასოციაციის პარლამენტი ადრე გამოფხიზდა თავის ხალხს. მადლობა ბატონო.
საქართველოს ხელოს. ამიტომ მე უფლება მაქვს როგორც საქართველოს სულიერ მამას და პირადად თქვენ სულიერ მამას მოგცეთ ლოცვა კურთხევა, რომ მთელ საქართველოს განუცხადოთ, რომ თქვენ ბრძანდებით საქართველოს მეთაური. უდანაეს სასამართლოში კი გრძელდება ჯაბა იოსელიანის, თემურ ხაჩიშვილის, გიგა გელაშვილისა და სხვა განსარჩელთა სასამართლო პროცესი. მოსამართლე ჯემალ ლეონიძემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულთა და მათი ადვოკატების შუამდგომლობა პროცესში მონაწილე პროკურორების მირზა დოლიძის, გიგლა აგუაშვილისა და ომარ ხაბაშვილის აცილების თაობაზე. მოსამართლის თქმით, განსარჩელთა მოტივები პროკურორთა აცილებაზე სრულიად უსაფუძვლოა. We are so happy and proud that my generation, our generation, was privileged to announce in the hemicycle these very simple words. Me var kartveli, da mashasa da me var Evropeli. I am Georgian and therefore I am European. Ხეს მე მოგმართავთ თქვენ, როგორც უკვე ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე. გადაყენებული არის და გადადგა როგორც გენერალური პროკურორი შინაგან საქმეთა მინისტრი სამთავრობის ყველა სხვა წევრი. გამიკვირდა რომ მხოლოდ ორი იყო წინააღმდეგ, თუმცა ბევრი გავიდა. მე ვფიქრობ რომ ეს არის შევარნაძისთვის ძალიან სერიოზული მარცხი და ეს გამოჩნდება უახლოეს თვეებში. პირველი რასაც რის გაკეთებასაც რა თქმა უნდა. მე ჩვენ ვიწყებთ ამ კლანის განვლენისგან თბილისის განთავისუფლებას და შემდეგ მთელი საქართველოს.
ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია. დავიღალეთ თქვენ გააგრძელეთ საკარ დაუბრუნდით სტუდიის სტუმრებს პრინციპში უკომენტაროთ გასული ეს 14 წუთიანი ვიდეო საკმარისია იმის გასაცნობიერებლად თუ რამ ხელარყევები დაიწყო 1988 წელს და პრინციპში ამოსუნ თქვას ვერ ვასწრებთ გუშინ ღამით უფრო სწორად ზუსტად მაშინ როცა 26 წლის წინ დარბევა დაიწყო წერდი რომ ჩემს ცხოვრებაში პირველი პოლიტიკური მიწისძვრა პოლიტიკა ესე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში 14 წლის ხდებოდი არც კი ვიყავი და მას მერე თითქოს რაღაცა იმ თათაწარმოქმნის პროცესში მონაწილეობ იმიტომ რომ სულ რაღაცა არ ვიცი მე როდის სად გაჩერდება და როგორც ძალიან ამაღელვებელი იყო ეს ამ ყველაფრის ყურება ჩემთვის ახლა მართლა დამთრგუნველი და თანამავდროულად იმედის მომცემიც. პირველი კითხვა მინდა სწორედ იმ ადამიანებს დაუსვა, ვინც სათავეში ედგა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას, ქალბატონ თამარს. ქალბატონ თამარ 1988 წელს დაიწყო პრინციპში აქციები და 99 წლის 9 აპრილის თვეში ესეთი რაღაც ძალიან მასობრივი ფორმა მიიღო. მას თქვენ როგორც ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რა იყო თქვენი მიზანი? როგორ საქართველო წარმოგედგინათ მაშინ პრინციპში ახალგაზრდას, გამოუცდელს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდით? რა გინდოდათ, რა გსურდათ? რომ გენახათ საქართველოს ადგილზე? დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც ვითარდება ნორმალური გზით, დემოკრატიული გზით, ნამდვილად დემოკრატიული, არა ფასადური, არამედ ნამდვილად დემოკრატიული გზით და თავისუფალი კონკურენციაზე აგებული თავისუფალი ეკონომიკით. ფიქრია თუ შეიძლება რომ ახსენეთ იგივე კითხვა მაგან როგორ ხედავდი საქართველოს თქვათ მაშინ როდესაც მის დამოუკიდებლობას ითხოვდი რუსთაველზე როგორ იცი რა მართლა იმდენად ამაღელვებელი არის ეს ყველაფერი რაც ნახეთ და თავისთავად როცა 9 აპრილი დგება ყოველწლიურად რაღაცნაირად ძიმე ემოცია ცოცხლდება მე მგონი თითოეულ ჩვენთაგანში. შეიძლება ჩვენი ხედვა მაშინ იყო ძაფრად იდეალისტური, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ კიდევ არსებულ საბჭოთა კავშირის პირობებში ვიბრძოდით და შეიძლება ძალიან ბევრად მე მაგალითად ძალიან ბევრი ნიძლავი მქონდა მაშინ დადებული შეიძლება სასაცილოა მაგრამ აი რაღაცა ესეთი ნიძლავები იყო რომ აი საქართველოს რამდენ ხანში მოიპოვებს დამოუკიდებლობას ეს იქნება 5 წელიწადში 10 წელიწადში მე მაგალითად სადღაც 93 წელში ვფიქრობდი რომ 10 წელიწადში საქართველოს იქნებოდა თავისუფალი მაგრამ ნუ ბევრად უფრო მალე მოხდა ეს ამბავი და ჩვენ რა ვიცი აი ძალიან
კარგი გაგებით შეპყრობილები ვიყავით ამ იდეით და სხვა ვერაფერი ვერ წარმოგვედგინა ამის გარდა, იმიტომ რომ ამისთვის არსებობდა ყველაფერი თითქოს. ამისთვის სწავლობდით უნივერსიტეტში, ამისთვის დავდიოდით აღდგენით სამუშაოებზე, ძეგლებზე. აი ყველაფერი ამ მიმართ, ამისთვის დავდიოდით ეკლესიაშიც კი რაღაც ესეთი განცდა იყო იმ ეტაპზე და ბუნებრივია მე ამ გადასახედიდან რომ ფიქრობ რა გინდოდა და რა უნდა ყოფილიყო ერთი უპირობოდ ჩვენ გვინდოდა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება რომ ის არ ყოფილიყო აი იმ რაღაცა უბედურების ნაწილი რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა და რომ ამ ქვეყანაში ყოფილიყვნენ თავისუფალი მოქალაქეები რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო როგორ გითხრათ მე ასე წარმომიდგენია ჩემი წილი საქართველოს ჩემი თვალით დანახული საქართველოს რომ ჩვენ ვართ რაღაცნაირად უფრო სიყვარულის ხალხი ვიდრე სიძულვილის ხალხი უფრო გახსნილობის ხალხი ვიდრე ჩაკეტილობის ხალხი უფრო კეთილის ქმნაზე ორიენტირებული ხალხი ვიდრე ჩასაფრებულობაზე და ბოროტზე ორიენტირებულები მე მგონია იმის შესაძლებლობაც გვაქვს რომ მეტნაკლებად ნორმალური ეკონომიკა გქონდეს და რაღაცა ტიპის კეთილდღეობა გქონდეს ანუ მე მინდა ნორმალურ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ და მთელმა აი ამ პერიპეტიებმა რაც განვითარდა აი ამ 9 აპრილის შემდგომ რაღაცნაირად სწორი თქვით თქვენ რომ თითქოს ამოსუნთქვის შესაძლებლობა არ მოგცა რაღაცების გადააზრების შესაძლებლობა არ მოგცა იმიტომ რომ სულ ციკლურად იწყებოდა კიდევ რაღაც ახალი კიდევ რთული და როცა ამბობენ რომ აი 9 აპრილი ტრაგედია თუ გამარჯვება ერთიც და მეორეც ალბათ ახლოს არის თუ შორს არის ეს ყველაფერი ძალიან ახლოსაც არის და ძალიან შორსაც არის და ყველაფერი არის ჩვენს ქმედებაზე ალბათ დამოკიდებული ისევ და ისევ ის იდეალები რაც მაშინ არსებობდა ისევ ცოცხალია ჩვენში და ისევ ვიბრძვით ამისთვის თუ ვიღაცა შემოელია ვიღაცა დაიღალა ვიღაცამ გადახედა ამ იდეალებს მე საერთოდ არ მიყვარს აი 9 აპრილის ადგილას მისვლა ერთადერთ შემთხვევაში მივდივართ ხოლმე თუ აი ის ადამიანები ვიკრიბებით ერთად ვინც იმ კონკრეტულ მძიმე მომენტში ხო ვიყავით ერთად და რაღაცნაირ თანაგანცდა გქონდა და აი რაღაც შეიძლება ეხლა ესეც იმ იდეალისტური დამოკიდებულების გამოხატულებაა რაც მაშინ მე მქონდა მაგრამ მე ეს მაქვს და მირჩევნია წავიდე ტაძარში სანთელი დავანთო ვიდრე ვთქვათ მივიდე იმ ადგილას დღევანდელ დღეს ასე რომ 9 აპრილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი რამ თავისი შუქჩრდილებით რბილად რომ ვთქვათ და ამ დღეს სხვათა შორის ვკითხულობდი თათო ბუხრიკიძის ძალიან კარგი წერილი იყო რომელიც რამოდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა მაგრამ არის აქტუალური ძალიან იმიტომ რომ აი რაც თქვენ უწოდეთ რომ ამოსუნთქვა ვერ მოვასწარეთ იმექა 9 აპრილიდან 9 აპრილამდე ციკლში ვცხოვრობთ თითქოს და აი რაღაცა მოჯადოებულ წრეში რომლიდანაც ვერ გამოვედით თუმცა მოჯადოებული წრეები არ არსებობს თუ ამას მოინდომებ ამის გარღვევის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს გააჩნია შენ ისევ და ისევ იყენებ თუ არა თავს იმავე მდგომარეობაში რომელი მდგომარეობაც ამას განაპირობებს ამას დაუბრუნდები რამდენად თქვა გავარღვიეთ თუ არ გავარღვიეთ მე რაღაცა უფრო სპირალივით ვხედავ რომ ამოვდივართ ოღონდ მაინც აი წრიულად ამოვდივართ აი ესე ვხედავ ამას და არა როგორც მოჯადოებულ ჩაკეტილ წრეს არ ვიცი მე და ჩემი დადათოს შეხედულებები ამ შემთხვევაში შეიძლება განსხვავდეს ქალბატონ ლანას მინდა ვკითხო ქალბატონ ლანა აი აქ ჩვენ ვუყურეთ ახლა მათ შორის მოხდა პატრიარქის მოწოდებაც ჯერ კიდევ 9 აპრილის გარშემო რომ ვიტრიალოთ, როდესაც მან თხოვა იქ შეკრებილებს, დაშლილიყვნენ და ისინი არ დაემორჩილინენ, დარჩნენ ისმოდა კიდეც ვიდეოში შეძახილები. მე რთულად წარმომიდგენია დღეს, დღევანდელ სიტუაციაში პატრიარქმა იგივე მოწოდება გააკეთოს შეკრებილი ხალხის წინაშე. არ შეიძლება ვცდები, მაგრამ მოლოდინი ასეთი მაქვს ყოველ შემთხვევაში და რაღაცნაირად უფრო დიდი გავლენა არ იქონიოს მისმა სიტყვებმა. როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაემორჩილენ მაშინ პატრიარქს? ეს იყო პატრიარქის სადმი ამხელანდობა არ არსებობდა თუ უბრალოდ ძლისურვილი იყო იმდენად ძლიერი? რა მოხდა? რატო შეიცვალა მის სიტყვებისადმი განწყობა? 9 აპრილზე ფიქრი რაღაც ძალიან ემოციებს იწვევს ჩემში, აი უმწვავეს, იმიტომ რომ მახსენდება 9 აპრილი, აი რაღაც ცალკეული სურათები მიდგება თვალწინ, რომელიც ერთის მხრივ რაღაცა მშვენიერება იყო, აი ნამდვილად, იცი, რაღაცნაირი სილამაზე იყო
ერთი მომენტი ავედით, აი ღამე უკვე, როცა ტანკები გამოჩნდნენ და წვიმა წამოვიდა და იმ დროს ავედით მხატვართა კავშირში, იქიდან მხატვართა სახლში, იქიდან დავწქეროდი ქვემოთ და უცებ რაც საიდანაც გაჩნდა ცელოფნები. ქვემოთ ენთო სანთლები, ხალხს ეჭირა სანთლები. ეს იყო ისეთი რაღაც წარმოუდგენელი მშვენიერება, არა ამ ქვეყნიური ნამდვილად, იმიტომ რომ ეს ცელოფნები უფრო გამჭვირვალე გახდა კიდე. წვიმა ოდნავ წამოვიდა და გაჩერდა და კიდე შორიდან ისმოდა სიმღერა, მერე გავიგეთ რომ უსინათლოები მღეროდა. ეს ამას რატო ვამბობ? იცი ახლა ეს ემოციურ პლანში, აი ეს მახსენდება პირველი, როცა მიდგება თვალწინ 9 აპრილი და მერე ის ტანკების შემზარავი მომენტი, როცა აი უკვე ქვემოთ ვიყავი და მოდიოდნენ და მე ჩვენ გავრბოდით და მოგვდებდა ეს ნიშვე მე და ჩემი შვილი ნუცა გავრბოდით და ნიშვიანი ისინია და ეს გამჭვირვალე ფარებიანი ჯარისკაცები მოვდენდა. რაღაც საოცარი სურათი იყო მართლა აპოკალიფტური აბსოლუტურად. მაგრამ აი მე ეს განცდა ჩემი აი ორი მხრივ წავიდა 9 აპრილის. ერთის მხრივ მაშინ იყო იშვიათი საქართველოში ერთიანობის შეგრძნება, ძალიან იშვიათი კი არა, რომ აი შეგრძნება იმისა, რომ ყველა ვიყავით ერთად და ეს არ ყოფილა არც იქამდე არ მქონია გაცდა და სამწუხაროდ არც მერე. და რამდენჯერ მიფიქრია მე რომ მოგვეხერხებინა და ის ერთიანობა შეგვენარჩუნებინა, მაშინ მსხვერპლსაც კი აზრი მიეცემოდა. აი მსხვერპლი მაშინ არ იქნებოდა უბრალოდ შეწირული ადამიანები, არამედ აი რაღაცისთვის გამწირული. საქართველოს დამოუკიდებლობას და მეორე განცდა მაქვს იმისა, რომ აი ეს ექსტრემიზმი და რადიკალიზმი, რომელმაც საბოლოოდ საქართველოს თითქმის შიხში შეიყვანა და უსკრულში ყოველ შემთხვევაში ბევრჯერ გადავეშვით, აი მაშინ დაიბადა. არ ვიცი ეს მოდიოდა იქიდან, რომ აი ასეთი ჩვენი წინააღმდეგობა, ანუ ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგობა იყო ასეთი, თუ უფრო მეტად კიდევ იქიდან აი აგონიაში ჩავარდნილი ამ ტოტალიტარიზმის გააფთრებიდან. აი იმ გააფთრებამ გამოიწვია ის, რომ რაც კი იყო ჩვენში ეს რადიკალიზმი, შეურიგებლობა, უკომპრომისობა, უგუნურება ხშირად აი ეს ყველაფერი ამოტივტივდა და ამიტომ მე მგონია ეს რომ ვლაპარაკობთ ამაზე, აი ესე მივდივართ, მე ისევ გადავიჩეხებით სადღაც, თითქოს ამოვდივართ, თითქოს ის კი მგონია რომ მაინც მივდივართ დემოკრატიისკენ, რაც მაინც ამისთვის გვინდა საერთოდ დამოუკიდებელი ქვეყანა. და ბოლოს ერთი რამე მინდა ამ პირველ იმაზე ვთქვა, რომ ისე მახსოვს 9 აპრილის მერე უკვე როდესაც მართლა სუნი იდგა დამოუკიდებლობის ჰაერში, ქუჩაში მოვდიოდი მე და მერაბ მამარდაშვილი და მერაბმა მითხრა, რა ვაპარაკობდით ამ დამოუკიდებლობაზე, აი მოვა იქნება, არა, ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო ეს ყველაფერი და აი ესეთი ფრაზა თქვა მაშინ მერაბმა, რომ დამოუკიდებლობა თუნდაც იმისთვის გვჭირდება, რომ ჩვენი თავი დავინახოთ, ჩვენ არ ვიცით რანი ვართ და როგორები ვართო და აი აბსოლუტურად ვეთანხმები ამას, არ ვიცოდით ნამდვილად და ეხლაც აი თითქოს რაღაცას გავიგებ და მაინც აი ეს ჩვენი რაღაცა ირაციონალიზმი და ემოციურობა ყოველთვის ჭარბობს წარსულის შეფასებაში და ვერ გამოგვაქვს აი ესე გაკვეთილები გვაქვს პირდაპირ თვალწინ, აი ვიცით რომ აი ეს ნამდვილად ცუდია და მაინც იმას ვაკეთებთ. აი ეს დაგსაქსულობა, ეს დაპირისპირება, ეს სიძულვილი, აი ფიქრი ამბობდა იმას, რომ უფრო მომართული ვარ სიყვარულისკენ. რა თქმა უნდა, ისტორიულად რუსთაველს რო წაიკითხავ, იფიქრებ, რომ მომართული ვარ სიყვარულისკენ, მაგრამ აი ჩვენ ამ უახლეს ისტორიას და თუნდაც აი ამას რომ დავინახავთ, ძალიან მძიმე ფიქრები შემოგაწვება, ძალიან მძიმე. კი ბატონო, თქვენ ერთიანობა ახსენეთ, რომ ასეთი ერთიანობა არ მახსოვსო. პრინციპში ამ შემთხვევაში დამოუკიდებლობის იდეის გარშემო ერთიანობას რა დააკლდა მას მერე? ანუ თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონო რომან ამ იდეას ერთიანობა მოაკლდა? უბრალოდ მე გონია რომ როდესაც უკვე დამოუკიდებლები გავხდით, მერე გაჩნდა უკვე ნაპრალები იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს ეს დამოუკიდებლობა, როგორი ქვეყანა უნდა იყოს, რა გვინდა, საით მივდივართ. თქვენ როგორ ფიქრობთ ერთიანობა დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რამდენად ვთქვათ შეესაბამება იმას, რაც ვთქვათ იგივე 9 აპრილს იყო იმ ერთიანობას. მე იგივე ვთქვათ განცდა მქონდა 1 სექტემბერს 2012 წელს ჯაჭვის დროს, როდესაც პრინციპში განურჩევლად ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ძალიან ბევრი ადამიანი იდგა იქ ამ ერთიანობის ჯაჭვში.
დამოუკიდებლობისადმი დამოუკიდებლობა გაჩნდა ესეთი საზოგადოების უმეტეს ნაწილში სწორედ 9 აპრილის მერე. მანამდე დამოუკიდებლობის თემა და ამ ლოზუნგით პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა ეგრეთ წოდებული არაფორმალების, ასე ვთქვათ, ოჯახებში თუ ირჩევოდა. არაფორმალების სალაპარაკო იყო. ამ შემთხვევაში ჩვენ ყველანი არაფორმალები ვიყავით. ფიქრია მაშინ სტუდენტი იყო და ესეთი პრესკომი ქონდა, რომელიც საზოგადოებაზე დიდ გავლენას ახდენდნენ. არაფორმალური და რაღაც თავიანთი ბეჟტური გამოცემა ქონდა. ჩვენ სახალხო ფრონტში ვიყავით, მე და ქალბატონი ლანა, სადაც ოფისი მისი სახლის ქვეშ იყო განთავსებული და თუ მოხშივდებოდა ავდიოდით ზემოთ და რეზოლუციების წერა თუ იყო საჭირო, მაშინ მით უმეტეს, იმიტომ რომ ქალბატონ ლანას ყველაზე მეტად ეხერხებოდა წერა თანაც მე მახსოვს როგორ წერდა, ესე იგი თეზისებს დაწერდა პირველი თავი, შუა ნაწილი, ბოლო დასკვნა და მე ჩვენ ჩავერთვებოდით და ხორცს ვასხამდით, ასე ვთქვათ. მაგრამ ჩვენზე გამოცდილი იყო. იმიტომ რომ სცენარისტი და რეჟისორი იყო. ქალბატონი თამრიკო მაშინ უპირობო ლიდერი იყო აი ამ რადიკალური ფრთის, ასე ვთქვათ, ლიბერალური ნაწილი, იქაც დიდი რადიკალური და დიდი არ მინდა გავიხსენო აქ ნაწყვეტები, სადაც თამრიკო ერთ-ერთი ყველაზე ღირსეულად წარმოჩინდა იმ ფილმში, რომელიც რატომღაც ახლა გავრცელდა და მე მგონია რომ არ არის შემთხვევითი, სწორედ შუღლის ჩამოგდების მიზნით შეიძლება შემთხვევით გავრცელა ვიღაცამ, მაგრამ აი ამ ტკივილების გახსენება დღეს სამწუხაროდ არ არის კონსოლიდირებული ჩვენი საზოგადოება ისე, რომ აი ამ თემებმა ძალიან ასე ვთქვათ, მშვიდად ჩაიაროს. პოზიტიური როლი ითამაშოთ, არ თამაშობს პოზიტიურს. ანუ გაცივად გაანალიზება, ცივი გონებით გაანალიზება იმისა, რა ხდებოდა. ანუ თუნდაც აი ამ ვიდეოს მე ახლა რომელიც გავრცელდა, რომის ნაწყვეტებით ჩვენს გავუშვით, აი ზუსტად ეს რაღაც ღირსების სასამართლოს სახელით გავრცელდა, სადაც ვთქვათ ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის ხდება რაღაცა ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევა და რატომღაც ეს აღბეჭდილია ფირზე, იქ არის ყველა პრინციპში ძალიან ბევრი ადამიანი მოღვაწეობს და მე ამან გამიჩინა ერთგვარი განცდა იმისა, რამხელა ზიანი მოგვაყენეს ვთქვათ იგივე ბოლშევიკებმა, როდესაც გაგვიწყვიტეს პოლიტიკური ელიტა, სასულიერო ელიტა, სამხედრო ელიტა, ზოგადად ამის ნახვის შემდეგ კიდევ ერთხელ დამებადა ეს, იმიტომ რომ იქ არიან გულანთებული ადამიანები, რომლებსაც ყველას ალბათ თავისი სიმართლე აქვს, მაგრამ აი პოლიტიკური სიმწიფეს და თანმიმდევრულობა სულ ეტყობა 3-4 ადამიანს იქ, ვინც საუბრობს ერთ-ერთი ჩემი გადმოსახედიდან არის ზუსტად ქალბატონი თამარი. თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, ანუ იმაზე გასაგებია რომ იყოს საქართველოს უნდა გათავისუფლებულიყო საბჭოთა კავშირის მარწუხებისგან, საბჭოთა ტოტალიტარიზმისგან, მაგრამ ხედვა იმისა, როგორ უნდა განვითარებულიყო ქვეყანა, მაგალითად როგორი უნდა ყოფილიყო ქვეყნის ეკონომიკა, როგორი უნდა ყოფილიყო ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა, საარჩევნო სისტემა, ამ თემებზე ამაზე თუ ვინმე მსჯელობდა საერთოდ და აი ქვეყნის განვითარების ხედვა თუ ხდებოდა საკამათო საგანი, იმიტომ რომ მე რაც მოხდა, მე დიდწილად იმისი ბრალიც მგონია რომ არ იყო გარკვეული სად მივდივართ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რა არის ჩვენი ხედვა, მე მარჯვენეები ვართ, მე მარცხენეები ვართ, რა ხალხი ვართ საერთოდ. აი თქვენ როგორ უყურებდით ამას, თუ არსებობდნენ ადამიანები, ვისაც ჰქონდათ კონკრეტული გეგმა ქვეყანა თავისუფლებას რომ მოიპოვებდა, მე რა უნდა დაწყებულიყო, უნდა დაწყებულიყო მიწის პრივატიზაცია, ქონების პრივატიზაცია, აი რაღაც ესეთი მოსაწყენი თემები, არა თქვათ ესეთი იდეალისტური, არამედ უკვე კონკრეტული საქმეზე ორიენტირებული. არა, ეგეთი დაწვრილებითი გეგმები და დაწერილი პროგრამები იმ ეტაპზე და იმ ეპოქაში არავის არ ქონდა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს ცნობილი არ არის. მაგრამ იმიტომ რომ მაშინ ჯერ იდგა იმაზე საუბარი თუ უშუალოდ აი ამ ეტაპზე რა უნდა გაკეთებულიყო, გარდა იმისა რომ გვინდა დამოუკიდებლობა, აი დამოუკიდებლობის პარალელურად რა უნდა გაკეთებულიყო დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პარალელურად ეს იყო სხვა საკითხებით უნდა ყოფილიყავით აგრეთვე და როგორც იყო ადამიანის უფლებები, აფხაზეთი, ცხინვალი და ასე ძეგლების დაცვა, იგივე დავით გარეჯის დაცვა და სხვა, იმიტომ რომ ჩვენ თვლიდით რომ გარდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა ზოგადად და
და ეს ხოშურის აპრილის აქციებშიც აისახა ეს კი ითქვა აქ რომ ვითომ ერთიანობა იყო, მაგრამ არც მაშინ არ იყო ერთიანობა. სინამდვილეში ეს ერთ-ერთი ლეგენდაა, რომელიც შექმნილია. არა, მაგ საკითხზე რო ვთქვათ, რაც გააკეთა რუსეთის იმპერიამ ეს არნახული დარბევა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა, რა თქმა უნდა, ამაზე იყო აბსოლუტური ერთობა მართლაც ყველაფერი. მაგრამ თვითონ ის როგორ უნდა წარმართულიყო ეს მოძრაობა და უნდა ყოფილიყო თუ არა გზადაგზა ფიქრი გარდა დამოუკიდებლობისა, ლოზუნგისა, რომელიც ჯერ მაინც იმ მომენტში არ განხორციელდებოდა. გზადაგზა უნდა ყოფილიყო თუ არა ფიქრი სხვა საკითხების მოგვარებაზე, რომელიც საბოლოო ჯამში მერე უკვე დამოუკიდებელი რო გახდებოდა საქართველო, ეს სწორედ სწორი გზით განვითარებას შეუწყობდა ხელს. ესეთი აი ამაზე ფიქრი იყო, რაც შეეხება მოწყობა როგორი უნდა ყოფილიყო საქართველოს. ახლა ჩვენ იმ ეტაპზე იმაზე შორს არ მივდიოდით, რომ ვთქვათ ზოგადად რა ტიპის სახელმწიფო უნდა ყოფილიყო. ახლა დაწვრილებითი გეგმები მე მგონი არარეალისტურიც იქნებოდა იმ მომენტში მაგის გარკვევა, ვთქვათ ეკონომიკის რა დარგები უნდა განვითარებულიყო და როგორ ყოფილიყო. ეს უკვე მე ვფიქრობ რომ ჩვენ წყალი გვარჩენს, ჯერ მარტო ბორჯომი გადაანო ესეთი ინფანტილური ეგეთი ციტრუსები. არა, ეს ახლა ჩვენ წრეებში ესეთი საუბარი თქვენგან არა, მარგული უბრალოდ ეს იყო, მე გვესმოდა, რომ ჩვენ ჯერ მარტო იმდენი წყალი გვაქვს, რომ ეგ ბავშვობიდან ძალიან დიდ პატივს ვცემდი, აი სულ ბავშვობიდან რომ დავიწყე რადიოსადგურების მოსმენა და რაღაც, ესე იგი ჩემთვის არა იდეალური, იმიტომ რომ მე შვილად მესმოდა რომ იდეალური წყობილება არ არსებობს და არც სისტემა, მაგრამ მაინც ჩემთვის დასავლური სახელმწიფოების ღირებულებები, ფასეულობები იყო ასე რომ ვთქვათ, უნივერსალური ჩემთვის, ვთვლიდი რომ სწორედ აი ამ გზით უნდა წასულიყო საქართველო, როდესაც ის გახდებოდა დამოუკიდებელი. ესე იგი დაახლოებით იმ ტიპის ეკონომიკა უნდა ყოფილიყო, ესე იგი რაც შეიძლება ნაკლები სახელმწიფო ჩარევით, მხოლოდ აუცილებელი მინიმუმი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაც შეიძლება თავისუფალი ეკონომიკა და დაახლოებით ისეთი. ახლა იმ ეტაპზე ვერ გეტყვით, მე საერთოდ იმ ეტაპზე ფიქრობდი თუ არა თქვა დაწვრილებით ეს პარლამენტური ფორმა უნდა ყოფილიყო მართვის თუ საპრეზიდენტო, მე მგონი მაშინ ჯერ მაგის დრო არ იდგა რომ მაგაზე გვეფიქრა, თავარი იყო რომ ეს ყოფილიყო დასავლეთის დემოკრატიების ტიპის სახელმწიფო. იმ ეტაპზე სანამ საბჭოთა კავშირი არ დაინგრეოდა, დაწვრილებითი პროგრამები რა თქმა უნდა არ არსებობდა. კი ბატონო რომანს მინდა კი თუ შეიძლება რომ იმიტომ რომ რომანი იტყოდეს მაშინ იყო სახალხო ფრონტის მცდელობები იყო ამ მიმართულებით, იმიტომ რომ სახალხო ფრონტი მაინც იქნებოდა ბალტიისპირეთის ქვეყნების ანალოგიით და იქ იყო მცდელობები, თუმცა მაშინვე გაჩნდა ესეთი რამ, რომ ჯერ დამოუკიდებლობა, მერე ყველაფერი რამდენად სწორი იყო ეს ჯერ დამოუკიდებლობა, მერე ამის თქვა მინდოდა, ესე იგი ჩვენ რითი განსხვავდებოდით, იყო რადიკალური ოპოზიცია და ჩვენ ვიყავით ლიბერალური ოპოზიცია და სამწუხაროდ შემდეგ ერთმანეთში შეურიგებლობამ ჯერ ერთი არჩევნები გადადო და არჩევნების გადადება გამოიწვია სწორედ იმ ლოზუნგმა და იმ ორმა წინააღმდეგობამ, რომელიც ჩვენ შორის არსებობდა. პირველი უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნები იმ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც არსებობს. ანუ ეს არის ბალტიის გზა და მეორე ჯერ ეკონომიკური დამოუკიდებლობა და შემდეგ უბრალოდ ჯერ პოლიტიკური დამოუკიდებლობა და მერე ეკონომიკური დამოუკიდებლობა თუ ეხლავე ვემზადოთ ეკონომიკური დამოუკიდებლობისაგან სხვადასხვა ნაბიჯების გადადგმით, რათა პოლიტიკური დამოუკიდებლობა შევხვდეთ მომზადებული. ეს ორი განსხვავება იყო და ამას ეწოდებოდა ბალტიის გზა. ჩვენ გადანაშაულებდნენ რომ ჩვენ ბალტიის გზის მიმდევრები ვიყავით. კოლაბორაციონისტები და გვეძახდნენ ცეკას კოოპერატივს. სახალხო ფრონტის ცეკას კოოპერატივი. დაახლოებით რადიკალური მაგრამ რითი განსხვავდებოდა ეს ბალტიისპირეთში დიდი დიასპორა ყავდა და ჩვენ ვხედავდით თუ როგორი ეკონომიკური კონცეფციები იქნებოდა, როგორ შეიძლება საბჭოთა კავშირიდან გამოცალკევება ეკონომიკურად ნელ-ნელა ისე რომ შემდეგ მომზადებული ყოფილიყო უკვე პოლიტიკური დეკლარაცია. არა და ჩვენ მქონდა ყველაზე დიდი ვარდნა, მე მგონი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის მას შემდეგ. ნუ რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ვარდნა, უფრო დიდი ვარდნა იყო მოლდოვას და ტაჯიკეთს, იმიტომ სწორედ ეკონომიკურად მომზადებელი შეხვდით და რა თქმა უნდა სამოქალაქო ომმა რომელმაც შემდეგ ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვია. ამიტომ აი ამ იდეების ასე თქვა ჭიდილში გაჩნდა პირველი მოსაზრება. მე პირველად მახსოვს რომ პირველი ნაბიჯი გადავდგე კავკასიური კლუბი იყო
იყო ასეთი რომელიც არსებობდა ლალ ჯავახიშვილი იყო თავმჯდომარე და ნიკო ჭავჭავაძის ფილოსოფიის ინსტიტუტში პირველი ეკონომიკური რაღაცა ჩემი იდეები განმოცხადა რა ხედვა ჰქონდათ მაშინ ესე იგი გულუბრყვილო საბაზრო ასეთი ამას წოდები გულუბრყვილო საბაზრო იდეები ახალგაზრდა დოცენტი ვიყავი უნივერსიტეტის მაგრამ ეთამროკოს ნათქვამის არ იყოს მთელი ცხოვრება უსმენდი ამ რადიოსადგურებს თავისუფალი ევროპა ამერიკის ხმა და გარკვეულწილად იდეოლოგიურად მაინც ვიყავი ასე თქვა ანტისაბჭოურად მომართული და ვიცოდი რომ ის უნდა ყოფილიყო როგორც არის დასავლეთში მაგრამ როგორ უნდა მიგვეღწია ამისთვის არ ვიყავი ბრძანა მეორე უკვე ძალიან სერიოზული ნაბიჯი ეს გადაიდგა მაშინ როდესაც საკაკი ბაქრაძე აირჩიეს რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარედ და იქ ვიყავი ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე და შევქმნით ეკონომიკური საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის კონცეფცია ეს ბროშურა დღესაც მაქვს მახსოვს შენი როლი ამაში კარგად მისი შემდგენები შემდეგ ძალიან ცნობილი ეკონომისტები გახდნენ თუმცა მაშინ აბსოლუტურად უცნობი ადამიანები ეს იყო პირველი ჩვენი პრეტენზია ვინ იყვნენ შემდგენები ბევრია ზოგი ცოცხალი არის ემირ ჯუღელია გივი თახთაკიშვილი რომელიც გამსახურდია პარლამენტში იყო კომიტეტის თავმჯდომარე და შემდეგ წავიდა და დღეს ჰოლანდიაში მასწავლებელია და ბევრი სხვა ეს იყო 90 სადღაც 88-ში პირველი ეკონომიკური დამოუკიდებლობის კონცეფცია შევქმნით ახლა რომ უყურებ ხანდახან მეცინება მაგრამ რაღაც იდეები მან ჯანსაღი იყო იდეებთან დაკავშირებით შემდეგ სახალხო ფრონტში განვავრცეთ და უკვე სახალხო ფრონტში იყო მე ეკონომიკური ჯგუფი უკვე დიდი ეკონომიკური ჯგუფი შევქმნით რომელშიც უკვე ჩაერთო აკადემიური სფეროს ხალხი ჩვენ გაზეთი ქონდა ნოდარი იყო გრიგალაშვილი საქართველოს და ამ სფეროში ჩვენ უკვე გავხდით ასე ვთქვათ ეკონომიკური თემის ლიდერები და სხვადასხვა ზიგარეში არჩევნებებსაც ჩატარდა კომუნისტური არჩევნები და გამოკლებული დეპუტატის არჩევნები იყო თუ გახსოვთ და რადიკალურებთა ბოიკოტს უცხადებდა ამ არჩევნებს საერთოდ ნებისმიერ არჩევნებს, მაგრამ უზენაეს საბჭოში რატომაც გადავწყვიტეთ, რომ ვინმე შეგვეპარებინა ეროვნული მოძრაობიდან ეკონომისტი. და გადავწყვიტეს, რომ დამოკლებული დეპუტატის ნაცვლად მე მეყავა კეჭი დიდუბეში. და დიდუბეში მეტროს თავზე იმართებოდა მიტინგები, სადაც როგორც გამონაკლისი დაუშვა რადიკალურმა ოპოზიციამ და ჩემს ხარდაჭერად მოვიდა ზვიადგამსახურდია, მერაბ კოსტავა და მიტინგების წამყვანი იყო გურამ პეტრიაშვილი. ავიღეთ 98%. 98% და გავედი ასე თქვა. თქვენ ამოგიჯობნიათ ყველას, მაგრამ ანუ რეფერენტს დამოუკიდებლობას დაუჭირა და ახლავე მაგდენო ხარ. ანუ უცნაური ის იყო, რომ აი ამ მიუხედავად იმისა, რომ საბჭოური წესით დანიშნული არჩევნების წინააღმდეგი იყვნენ, ეს გამონაკლისი დაუშვეს სწორედ იმის გამო, რომ ეკონომიკური თემატიკა მათთვისაც დესანტი გადასხეს ასე ვთქვათ. მაგრამ შემდეგ დავამთავრე იქ ვერ შევედი იმის გამო, რომ მე მოუსწრო სწორედ ამ მოვლენებმა და ის პარლამენტი დაიშალა ასე ვთქვათ. უზენაეს სამყარო. კი, კავკასიურმა კლუბმა და პრეს-კლუბმა აი რაღაცა როცა ამ იდეებზე დაიწყო რაღაცა იდეების გენერაციაზე მუშაობა, მოვიფიქრეთ მაშინ ესეთი იდეა, რომ მოდი გამოვაცხადოთ რაღაცა იდეათა სალარო დავარქვით და იქნებ საქართველოს მოსახლეობამ რაღაცა ადამიანებმა თავთავიანთი სფეროდან თავიანთი კონცეფციები, თავიანთი წინადადებები წარმოადგინონ ეკონომიკაში, რაღაცა სხვადასხვა მიმართულებებით და მოხდა საოცრება, ხო დაიძრა ამ წერილების ნაკადი, მაგრამ აი მაშინ პირველად მივხვდი, რამდენი უცნაური ადამიანი ცხოვრობდა რბილად, რომ თქვა საქართველოში. ანუ დემოკრატია მართვის ცუდი ფორმაა, მაგრამ ამაზე უკეთესიც რო არ არსებობს. საოცრება ხდება და ვიყავით ისეთი იმედგაცრუებულები ამით, რომ ისეთი ლექსები, სახალხო ფრონტში მოვიდა კაცი, ლექსად დაწერილი ეკონომიკური კონცეფცია მოიტანა. კი, აი ეს ძალიან გავს, ძალიან ნიშანდობლივი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაღაცა ლექსად დაწერილივით იყო და საბოლოო ჯამში, როდესაც აი და ქალბატონ ლანასთან მექნება შეკითხვა, როდესაც ზვიადგამსახურდია მოვიდა უდიდესი მხარდაჭერით საქართველოს და გახდა საქართველოს სახელმწიფოს ლიდერი, მაშინ გამოჩნდა ჩემთვის ამ გადმოსახედიდან, მე მაშინ პატარა ვიყავი ცხადია და ამის შეფასების უნარი არ მქონდა, ამ გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, ის რომ თავისთავად ის რომ მომზადებული არ ვიყავით იმისთვის, როგორ სახელმწიფოს ვქნით, რამხელა პრობლემაა და გაჩნდა წინააღმდეგობაც. გასაგებია, რომ ეს წინააღმდეგობა არ იყო, ვთქვათ, მხოლოდ ადგილზე წარმოქმნილი, ეს წინააღმდეგობა იყო გარედან მართულიც, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრეტენზიები ზვიადგამსახურდიას
გამსახურდიასთან არსებობდა. კონკრეტულად, აი, ერთი სტატია მაქვს დაწერილი, სადაც ვამბობ, რომ ეს უკმაყოფილება ხალხის ძირითადად ეს კარვის ქალების მიმართ გამოწვეული ზიზღით იყო და არა ვთქვათ იმით, რომ გამსახურდია აგვიანებდა იგივე პრივატიზაციის პროცესს, იგივე თავისებური წარმოდგენები ჰქონდა მიწის პრივატიზაციას, ანუ ხედვის პრობლემა იყო. ქაბატონო ანა, თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ რა იყო საქართველოს პირველი ხელისუფლების, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელისუფლების პრობლემა, ვთქვათ, იგივე რატომ მოგინდათ, რომ მათ ოპოზიციაში ჩამდგარიყავთ? ზოგად პლანში რო ვილაპარაკოთ, მაინც პრობლემა ის იყო, რომ აი მართლა მაშინ ჩამოყალიბდა საქართველოში ეგრევე კერპთაყვანის მცემლობა, რომელსაც აი ნუ პირადად მე ჩემ თავზე თუ ავიღებ, მაგას ვერ ვეგუებოდი ვერაფრით. ოღონდ ეს უფრო ასე ვთქვათ, ნუ ფილოსოფიურ, სოფხედელობრივ პლანში იყო. უფრო კონკრეტულად, ძალიან კონკრეტული ამბები იყო. აი მაგალითად კინოს ამბავს გეტყვით, ისე რომ ჩვენ აი ბოლო წლებში საბჭოთა კავშირის როცა მართლა შესულდა პერისტროიკის მერე ცენზურაც კი აღარ გქონდა და მართლა კინო გახდა თავისუფალი და რასაც გვინდოდა იმას ვაკეთებდით მაშინ მართლა ვიგრძნით პირველად რომ შეიძლება ცენზურის და წნეხის აი დათრგუნვის ნუ ტერორის გარეშე გააკეთო კინოფილმები და უცებ აი ამ დამოუკიდებელი საქართველოს გარიჟრაჟზე პირდაპირ დაინიშნა ისეთი ადამიანები ნოდარ წულეისკირი, რომელიც იყო კულტურის მინისტრი, გახდა კულტურის მინისტრი, შვენიერი მწერალი, აი უცებ გადაიქცენ ესენი აი ადამიანებდა, ვინც გადაწყვიტა, რომ აბსოლუტურად კინოზე უნდა აიღონ აი სახელმწიფოებრივი მართვის პრინციპით მომდათ კინოს მოვიდნენ კინოსტუდიაში. აი მაგ როგორი იყო ეს ყველა ვიყავით შეკრებილი და ეს მთელი ეს ადამიანები მოვიდნენ და მე პირადად ვევედრებოდი რომ ნუ აკეთებთ ამას, აი ნუ აკეთებთ, ნუ პირისპირდებით კინოს სამყაროს. არ არის ეს სწორი, არ გინდა პირიქით. თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ხელოვნება იყოს თავისუფალი, ესეთი ელემენტარული იყო. თუ გვინდა დემოკრატიის გზით ვიაროთ, რომ არაფრით არ შეიძლება ხელოვნება დაემორჩილოს სახელმწიფოს ელემენტარულად. და ერთი სიტყვით არაფერი არ გაგვივიდა, ისეთი ემოციური შეხვედრა იყო, რომ ნანა ჯორჯაძეს გული წაუვიდა აი ამ შეჯახებაში. არა ეს ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინება იყო, ერთი კონკრეტული იმას გეუბნები. მე რა მინდა თქვა, აი ამას რო უყურებდი ახლა რაღაც ნახეთ, ეს არის 25-26 წლიანი ისტორია, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში 250 წლის განმავლობაში თუ განვითარდება კალენდოსკოპით აი ასეთი მოვლენები. თითქოს და ჩვენ ვიცოცხლეთ რაღაც სამ სხვადასხვა ეპოქაში. რომ უყურებთ, რამდენი ომები, რამდენი და რაც ყველაზე ასე ვთქვათ, საინტერესო არის, უცნაურიცაა, რომ ეს არის ძალიან მოკლე პერიოდი და აქ მონაწილე ადამიანები ყველანი აქავართ. და ვინც ცოცხლები ვართ და ხშირად სხვადასხვა ბარიკადებზე აღმოჩენილ ვართ ხოლმე. ახლა ერთი ჯგუფი რომელიც ეს იყო ძალიან ნიშანდობლივი ბოდიში რომ გაწყვეტი, თუმცა ეს მალხაზ ჩემი მგონი აღარ ვიცი, მოკეთ ეს გამოაცხადეს რომ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი კობა ხაბას დაუპირისპირდა. მივაქცია ყურადღება ხო კობა ხაბაზეც ვიცი რომ შორს არიდგა ამ მოძრაობიდან ხო? ანუ ვის აქვს ეს სტატუსი რომ ეროვნული მოძრაობის და არის ეს და უცებ მე არ მაქვს ეს მეხსიერება ესეთი რომ თქვა ამ ადამიანებთან ურთიერთობაში მე არ ყოფილი უცებ გიგამ გაიხსენა რომ ამ ადამიანთან ერთად აფხაზეთში იყო და მაგის თანაშემწე ვიყავიო, რაც რადისტი იყო. მე უცებ მოხდა რომ რაღაცა ისე იმასაკნე თითქოს აქეთ დგას ეროვნული მოძრაობა და იქით ეს და შეურა რომ რატო ხარ შენ ამ 9 აპრილთან ესეთი რაღაცები ბუნებრივია ძალიან გამაღიზიანებელია და უცებ აღმოჩნდა ეს ხალხი სხვადასხვა ემაზე და ერთ სივრცეში 9 აპრილს ერთად დგომა უცებ არ შეუძლია. აი ხალხი რომელიც 9 აპრილს ერთად იდგა, შემდეგ სხვადასხვა დროს აღმოჩნდა სხვადასხვა ბარიკადებზე დაპირისპირებული ზოგჯერ გაერთიანებულები. დღესაც რომ ვუყურებთ აი დღევანდელ ხელისუფლების ის ნაწილი, რომელიც დაუშვათ ოპოზიციის და ოპოზიციაში მყოფი ხალხი და თუნდაც პარლამენტის გარეთ, რომლებიც კონფრონტაციაში იმყოფებიან ძალიან რადიკალურ კონფრონტაციაში და იმდენად უჩვეულო ასე ვთქვათ ხდება მოვლენები აი ამ მასში მოკლე პერიოდში, რომ ძალიან ადვილია აი ესეთ ვითარებაში ძველი ტკივილების ასე ვთქვათ გახსენება, პროვოცირება და შუღლის ჩამოგდება. ამიტომ ნელ-ნელა საზოგადოება მიდის კონსენსუსისაკენ, რომ ეს ტკივნეული თემები დაიძლიოს.
კი, მაგრამ მეორე მხრივ ეს კინეული თემები გაანალიზების გარეშე როგორ უნდა დაიძლიოს ბატონო? გაანალიზით რა არის რადგან ხალხი ცოცხალი რთულია გაანალიზება. ყველა ანალიზი მთავრდება იმით, რომ ყველას აქვს საკუთარი სიმართლე. და რამდენად ამ თემებს შევეხებით, იმდენად უცნაურია, რომ 65 წელიწადმა ძალიან არ შეგვაცვლებინა პოზიციები. ამიტომ ხანდახან ჯობია, რომ ეს მოვლენები დაინახოს სხვა თაობამ. ამ მოვლენებში მონაწილე ხალხი ვერ ვიქნებით ობიექტურები, ჩვენ ტენდენციურები ვართ. ჩვენ ვერ ახლოდან როგორც ვერ შეაფასებ ნახატს და როა და დაცილდე, ასე სხვა უნდა შეაფასოს. ამიტომ ჩვენ ვინც ვიყავით ამის აქტიორები, თუ შეიძლება ასე თქვას და დაპირისპირებულები, ჩვენ და პოლიტიკური ოპოზიცია ვიყავით, მეც ვიყავი გამსახურდია დროინდელობა პარლამენტში, საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი და არასდროს არ წარმომედგინა თუ ქვეყანაში რაღაც გადატრიალება მოხდებოდა, იმიტომ რომ არასდროს შეერაღებული ესე ვთქვათ იმის მომხრე არ ყოფილვარ, მაგრამ უცბად აღმოჩნდით აი ამ ასე ვთქვათ ვითარებაში. მე დღეს უფრო კარგად ვხედავ რა ძალა აქვს იგივე რუსეთს თუნდაც. იმ დროს ამ სურათშიასაც ჩვენ უყურებთ სამოქალაქო ომს რუსეთი არ იყო ისეთი გაიძვერა როგორც დღეს არის. მათ შემდეგ ძალიან დახვეწეს მოქმედების მეთოდები და მეხუთე კოლონის ამუშავება აფხაზეთში პირველი მცდელობა გააკეთეს და მე რა რომ იდეალურად დაამუშავეს უკვე ყირიმში და დონბასში, რომ ფაქტობრივად ეს არის უმაღლესი პილოტაჟი ქვეყნის დაანგრევის აი ამ ჰიბრიდული ომის სახით და საქართველოში დღეს უკვე არის პატარა მცდელობები, რომ აქაურიში და მეხუთე კოლონა ამოქმედონ, ოღონდ ჯერჯერობით როგორც ჩანს მათ ამისთვის არაცხელად უკვე უკრაინაა მათთვის. რუსეთის როლს ჩვენ მაშინ ვერ აღგზნობდით, მაგრამ და მეორე მხრივ საბჭოთა კავშირი იშლებოდა. თუმცა მეორე მხრივ ახლა ვერ გრძნობდით ერთია, მაგრამ ის რო რუსეთის აგენტი ეს მუდმივად ისმოდა, ხო? ეს იყო იმ დროიდან მოყვება ეს რომ ვიღაცა არის აგენტი. არა, ეს რა თქმა უნდა შიდა პოლიტიკური ლექსიკა იყო და მოღალატის თემა მაშინ გაჩნდა საშინელი. მოღალატე კრემლის აგენტი და როგორც კი სხვა აზრის იმან უკვე ხარ მოღალატე. პოლიტიკური ლექსიკის ერთ-ერთი გამოვლინება იყო, რაც ამ სამწუხაროდ დამამცირებელი ფრაზა, რომელიც შეიძლება კონკრეტული შინაარსი ზოგ შემთხვევაში არ ციდო. უბრალოდ მე მინდა ეს რა თემას ვთქვი, რომ იმდენად ასე ვთქვათ ახლოს ხდება ეს, რომ არის პოლიტიკურად ფრთხილი თემა და დღევანდელი პოლიტიკური ასე ვთქვათ სიმშვიდისათვის ხანდახან გაანალიზება და შეფასება ერთია, მაგრამ ხანდახან ჯობია რომ რაღაც კუთხეებს გვერდი აუვარო. კი ბატონო, ქაბატონო, თქვენ ახლა აი მოღალატე ახსენეთ, რომ როგორ ცუდად გესმოდა. ეხლა დღეს გვაქვს იგივე პრობლემა, ხო? დღეს იგივე ხელისუფლების წარმომადგენლები ის მას ვინც მათგან განსხვავებულ პოზიციაზე ვდგავართ, მაგალითად, მათთვის საძულველ პარტიას უჭერთ მხარს, ხო? მაგალითად, მე ვარ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა, ჩვენ ავტომატურად რაღაცა მოძალადეების რიცხვში ვართ. თავისთავად აი ამის გამოძახილად ხომ არ აღიქვამთ აი ამ რადიკალიზმის, რომ განსხვავებულ აზრზე ყოფნა, ანუ თუ შენ ისეთ პარტიას უჭერ მხარს, რომელსაც ვიღაცა შეიძლება ძალადობაში ადანაშაულებს, რაღაც კონკრეტულ შემთხვევებში შენც ავტომატურად ხდები მოძალადე. ანუ ამ ყველაფრის გამოძახილი ხო არ არის ისიც, რაც დღეს ხდება. როგორ ფიქრობ? ნუ რა თქმა უნდა, ეს რაღაცა ესე განვითარდით და აქამდეც მივედით, რა თქმა უნდა. მე თავიდანვე ვფიქრობდი ამას, რომ აი ახლა ამ დაპირისპირებაში ერთი რამ უნდა მოხდეს, აი როდესაც საზოგადოება მართლა იგრძნობს იმას, რომ სამართლიანობა ქვეყანაში არის დამყარებული, აი იმ მომენტიდან ალბათ შესაძლებელი იქნება აი დემოკრატიული განვითარება, აი დასავლური ტიპის მართლა, რომ იყოს ვთქვათ ერთი პარტია, მეორე პარტია, მესამე და უპირისპირდებოდნენ ისე როგორც ვთქვათ კონსერვატორები უპირისპირდებიან ლეიბორისტებს ინგლისში, როგორც მემარცხენეები და მემარჯვენეები საფრანგეთში. და როგორ ფიქრობთ, იქ ბრიტანეთში ხალხს აქვს იმის განცდა, რომ სამართლიანობა არის დამყარებული, ამის განცდა ადამიანებს არის. ეგეთი რაღაცები არ გაუვლია იქ ქვეყანას, როგორც ამ წლებში, როგორც ჩვენ გავიარეთ. ამიტომ მე მაინც მართლა ამაში ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვინც მართლა დამნაშავე ის უნდა დაისაჯოს, ეს უნდა მოხდეს. მართლა დამნაშავე დაისაჯოს და მე პარტია რა თქმა უნდა შეუძლებელია. ბატონო, დღევანდელ პირობებში მაგ პრინციპით სამართალი არ არსებობს. ამიტომ მე ვერ მოგწესავთ, ქაბატონო თამარო გაშალოთ თუ შეიძლება. იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ აი ვინც მართლა
ნუ არ განსაზღვროს ეს ვინ არის მართლა და ვინ არ არის. არა, ნუ როგორ ხო უნდა ვენდოთ სასამართლოს ჯერ ერთი დავიწყოთ. არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, არის პოლიტიკურად ანგაჟირებული სასამართლო. მე მგონია რომ უკვე აქეთ მივდივართ რომ შეიძლება სასამართლოს თუ სასამართლოს არ ვენდობთ თუ მართლმსაჯულება არ დადგება იმ დონეზე რომ საზოგადოებამ ირწმუნოს რომ აი იქ რაღაცა მართლა ესეთ მაშინ არაფერი არ გამო არავითარი დემოკრატია მაშინ უბრალოდ უსკრულში გადავა. კი ბატონო, ქალბატონ თამარ თუ შეიძლება თქვენ გააგრძელოთ აი ქალბატონ ლანასას. ამიტომ ჯერ უნდა მივახციოთ ისეთ სისტემის არსებობას რომელიც არის მართლა დამოუკიდებელი. როცა დამოუკიდებელი სისტემა, სამართალდაცვით სისტემა არ არსებობს, რეალურად დამოუკიდებელი, იქ ყოველთვის სამართლიანობის აღდგენის, დამნაშავეების დასჯის ლოზუნგი ყოველთვის იქნება პოლიტიკური ანგარიშწორების სახე იქნება ამას ყოველთვის. და ეს ყველაფერში ჩანს. როგორ უნდა მოხდეს? როგორ უნდა მოხდეს და ამიტომ ყურადღება იმაზე კი არ დავაფიქსიროთ ხალხის დევნაზე და შურისძიებაზე. არავითარ შემთხვევაში ყურადღება დავაფიქსიროთ მართლაც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაზე და როცა ეს სახელმწიფო მართლა დამოუკიდებელი სისტემა იქნება, იქ სამართლებრივი და არავის ეჭვი არ შეეპარება, რომ ეს არის დამოუკიდებელი სისტემა, ისე როგორც დასავლეთის ქვეყნებში, მაგალითად იგივე სამართლებრივი სისტემაც ისეთია, რომ რა თქმა უნდა შეიძლება რაღაც იქაც მოხდეს, მაგრამ ზოგადად იქ არ არის მიღებული, რომ თქვათ ერთი პარტია დამარცხდა, მეორე მოვიდა ხელისუფლებაში და მთელი იმ პარტიის ზედაფენა ციხეში წავიდეს. ესეთი რამე იქ არ ხდება და არც არავინ არ მოელის ამას. ესე იგი ძალიან დიდ ბოდიში მე წაგარცევს სიტყვას, იმიტომ რომ მე ეს თემა რა თქმა უნდა ძალიან მაწუხებს თავისთავად ხელისუფლების მონაცვლეობის შემდგომ პერიოდში რა ხდება საქართველოში. აი როგორც მარქსი ამბობდა რომ ესე იგი საზოგადოების განვითარების ისტორია არის კლასთა ბრძოლის ისტორია. აი ამის პერიფრაზირებას თუ გავაკეთებ, მე ვიტყოდი რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლის ისტორია არის დაჭერებისა და ემიგრაციის ისტორია. პირველ ყველა ხელისუფლება, რომელიც შეიცვალა ან მით რა ქვია გადატრიალების გზით, ან არჩევნების გზით ბოლო ხელისუფლება. რაც კიდევ უფრო გასაკვირია. ყველა ხელისუფლება განიცდიდა შემდგომი ხელისუფლების მხრიდან რეპრესიას. პირველი ხელისუფლება დაიწყო დაჭერები და ძალიან დიდი ემიგრაციით, აი კი ვახსენეთ თაქთაქიშვილი, ხანდახან მივწერ რაღაცებს, მეგობრები ვიყავით, ერთად ვიყავით, სხვადასხვა მხარის აღმოჩნდით, ეკონომისტები ვიყავით და ის ახლა რამდენი 20 წელიწადია, 26 წელიწადია ჰოლანდიაში, ჰოლანდიური ენა ასწავლის, მაგრამ მე გამეხარდებოდა რომ აქ რო ყოფილიყო. უამრავი ადამიანი წავიდა. შემდეგ უკვე შევარდნაძის ხელისუფლების დროს ასევე დღეს შევარდნაძის ზოგიერთი ასე ვთქვათ ჩინოვნიკი ვერ ბრუნდება მიუხედავად ამ დიდი ამნისტიისა და შემდეგ ახლა მეორე ასე ვთქვათ მესამე ტალღა და წინააღმდეგ ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა იმეც იძლეოდა რომ არ იქნებოდა შურისძიებითა და ძველი სცენარით მოვლენები არ განვითარდებოდა. იგივე განვითარდა. მე არ ვამბობ რომ ესე იგი ვინმე დამნაშავე არის, ხო, ან ვინმე საიმე დამნაშავე არ მეუწყოს, მაგრამ სცენარი არის ზერდა იგივე. იყო შემოთავაზებული ძალიან კარგი იდეა კოაპიტაციის, რომელიც საძულველი სიტყვად გახდა, რომელიც დასაცინი სიტყვად გახდა, რომელიც არასდროს არ გაგვეგო რა არის ეს კოაპიტაცია. თანაარსებობა, პოლიტიკური თანაარსებობის მაგალითი მოგწეს, სიტყვაც მოგწეს, ტერმინიც მოგწეს, რჩევაც მოგწეს, მაგრამ დამთავრდა. ნუ ეს ლოგიკურად მოიტანა, იმიტომ რომ პრეზიდენტი ყავდა და უწევდა. რეალობა მოიტანა. მაგრამ რა მოხდება დღეს ეს ხელისუფლება როგორ წავა? ამას მნიშვნელობა არა აქვს ხელისუფლებაში რევანშისტული ძალები მოვლენ და უშუალოდ ოპოზიცია გაიმარჯვეს, რომელიც შეავიწროვეს თუ გაიმარჯვეს ვიღაცა სხვა. საქართველოში ხელისუფლება არასდროს არ იცვლება თუ ხელისუფლება არ შესძულდა ხალხს. ეს არის ჩვენი 25 წლიანი მოდელი. სიძულვილით ხდება. ძალიან დიდი სიყვარულით და ძალიან დიდი. კი ბატონო, თუ შეიძლება ბოლო ამიტომ როგორც კი ხელისუფლება, დიდი სიყვარულით მოსული ხელისუფლება სიძულვილით წავა, პირველი მოთხოვნა ნებისმიერი მოსული ხელისუფლებისა იქნება დასჯა და დაჭერები. ამიტომ ჩვენ არ მგონია ეგრე რომ მარტო არ მგონია, იმიტომ ვამბობ რომ აი მე მარტო მაგას ვთქვათ, არის 10-15 ადამიანი ვთქვათ, ნუ მე სიტყვაზე ვამბობ, რომელზეც მართლა საზოგადოების
საზოგადოებამ იცის, რომ არის აი ამაში და ამაში დამნაშავე. ხართ ქაბატონოლანა? ლინჩის წესით გასამართლების მომხრე ხარ? მე რას მეუნები? აბა საზოგადოებამ იცის. ისეთ აბსურდს მეუნები, რომ ლაპარაკიც არ და პასუხიც არ ვინდა. აბა საზოგადოებამ იცის, რას საზოგადოებამ თქო იცის, რომ ის თვალწინ თქვათ მოკლეს აი ეს ადამიანი. აი ის კონკრეტული ადამიანები უნდა დაისაჯონ და მორჩა და გათავდეს ამას. და საზოგადოების ძიებით კი არა, საზოგადოების ცოდნით ხარ ხდება. სამართლიანობის დამყარება ეს აბსურდია. არა, ქაბატონო, მე მაგას არ ვთვლი, მე მაგას არ ვთვლი. ქაბატონო, მაინტერესებს გავიგო თქვენ რას ტელევიზიით ასე თქვათ. ქაბატონო, მე მაინტერესებს თქვენ რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ აი საზოგადოებამ ეს იცის, იმიტომ რომ საზოგადოება შეიძლება რაღაცა საზოგადოების რაღაცა ნაწილი თქვენზეც ფიქრობდეს, რომ რაღაცა შეიძლება რაღაც არ მოწონს თქვენი. ან რაღაცაზე არც შენზე არც რომანზე არც თქვენ რა გონიათ ამით, ანუ უნდა არსებობდეს სასამართლო, სადაც მოხდება კონკრეტულად მტკიცებულებების საფუძველზე და მე მგონია რომ აქეთ მიდის საქმე და ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი ნიშნები ნუ არ ვიცი. და რანაირად თუ აქეთ მიდის საქმე, ერთი წამით ქაბატონოლანა. ნიშნები რეალური იმისა, რომ არის დამოუკიდებელი. ამ თემაზე კამათში შემოსვლა არ მინდა, ერთადერთი მე მაინტერესებს, თუ მაგის ნიშნები ჩანს, რომ აი დამოუკიდებლობის გზასვლა გავარ და თუ მართლა აი ეს გასამართლებები ხდება მტკიცებულებების საფუძველზე, ისე როგორც საჭიროა და ასე შემდეგ. მაშინ რატო გადაირია ეუთო, ადამიანის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, იგივე ვთქვათ, ადგილობრივი ორგანიზაციები, რატო აღმოჩნდა მაშინ, რომ ყველა ვინც ოცნების მხარეს გადაბარგდა, გათავისუფლდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან, ვინც თავის პოზიციაზე დაჭდა. ანუ თქვენ ხო არ ფიქრობთ იმას, რომ ეხლა მართლა ბოკერიას ჩააგჩემოდნით იქ რაღაცა ფული და ვაშინგტონ პოსტის მოსყიდვას შევა, ხო? ნუ ეხლა ხოცისურლე. მგონია რომ ეს ფართო ფენებს უნდა ეხებოდეს, სულ არ მგონია. მგონია რომ სასამართლოს უნდა ვენდოთ, მგონია რომ ამის ნიშნები რეალურად არის. რომ სასამართლო რატომ ჭიანურდება პროცესები? რაში შეხედეთ? რომ მართლა ეძებენ მტკიცებულებას. ამას რეალურად ხედავ. და აი ეს რომ მოხდება, მე უნდა მოთავდეს საერთოდ შურისძიებაზე ლაპარაკი. საერთოდ შურისძიებაზე დამყარებული სახელმწიფო ეს არის ტრაგედია ერის და მაშინ თავდება ისტორიაც ქაბატონოლანა, აი მაგალითად იმ ადამიანებს გასაგებია თქვენ ამბობთ რომ სამართლიანობა, ანუ იმ ადამიანებსაც უნდა შეეხოთ ეს მაგალითად ვინც ზვიადის წინააღმდეგ სამოქალაქო ომი დაიწყეს? არა. რას ნიშნავს ზვიადის წინააღმდეგ დაიწყეს? იქ მაშინ ვინც იყო მართლა გათავდა კიდევაც ის ამბავი, ვინც მართლა იმის მოთავეები იყვნენ. ვინ დაიწყო ის ამბავი? ვინ? არა, მე კი არ შევდივარ ამ დისკუსიაში, მაგრამ ანუ როდესაც ვამბობთ რომ აი სამართლიანობა უნდა დამკვიდრდეს, ეს სამართლიანობა უნდა შეეხოს მარტო გასული 9 წლის იმას თუ უნდა დავიწყოთ მაშინ და კომუნისტების დროიდან მოუყვეთ და ვინც აბსურდია. რას ლაპარაკობ? ეს საერთოდ ვერ განვითარდება ქვეყანა. ანუ ვინც თქვენ არ მოგწონთ, იმათ უნდა შეეხოთ მარტო სამართლიანობის აღდგენა და მანამდე უფრო აღარ უნდა შეეხოს. ხარ რაღაცა ეს მე მაპატია, მაგრამ დემაგოგიური ლაპარაკია. არა, იმიტომ რომ მე ათulis წერტილი რომელია? საიდან ვიწყებთ სამართლიანობის აღდგენას? სამართლიანობის დამკვიდრებას. რა პერიოდს უნდა შეეხოს ეს ყველაფერი? პერიოდი ძალიან ძნელი დასადგენია ასე, მაგრამ არის დანაშაულები, რომელზედაც პასუხი დამნაშავე უნდა აგოს და მეტი არაფერი. ეს შეიძლება იყოს 5 ადამიანი ამ ქვეყნად, შეიძლება იყოს 15, შეიძლება იყოს 300, ამაზე არ არის ლაპარაკი. ვინ სასამართლომდე მართლმსაჯულებამ და ნიჰილიზმის მართლმსაჯულების მიმართ არის უსკრული, რომელშიც თუ გადავიჩეხებით, მართლა გზა არა. სამართლებრივი ნიჰილიზმი რა თქმა უნდა, მაგრამ ნიჰილიზმი იმის მიმართ, რომ აქ მოსამართლეს და პროკურორიც ბიძინა ივანიშვილია, ამისადმი რა თქმა უნდა ეს ფაქტია მართლა. კი ბატონო, ფიქრია, თუ შეიძლება რომ ბოლოს სად ვართ ახლა, მამის მინდა რომ დავასრულოთ ეს ნაწილი ამ დისკუსიის. თუ შეგვიძლია რომ თქვათ, აი დაახლოებით, მაშინ აი ვიცით, სად ვიყავით 9 აპრილს, აი სად ვართ ახლა იგივე სახელმწიფო შენების გზაზე.
თუ შეგიძლია რომ რაღაცა რამდენიმე წინადადებაში ჩაატიო, რას მივახციეთ, რა გვაკლია და რა ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი. სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით იგივე საერთაშორისო პოზიციის პოზიციონირება რამდენად მოვახდინეთ, როგორ ვართ ამ თვალსაზრისით უსაფრთხოების, აი რამდენიმე სიტყვით რო აღწერო. რამდენი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი. რთული, ბევრი შეკითხვა დასვით და ძალიან რთულია და ძალიან ბევრი ფიქრობთ ხო ამ თემაზე, მაგრამ აი ეს რაზედაც აქ ლაპარაკობდით სწორედ, უკიდურესი შეყვარებები და უკიდურესი შეძულებები. ეს ყოველთვის უშლიდა ხელს ჩვენ საზოგადოებას იმაში, რომ ერთი ხელისუფლების მიღწეული მერე გაგრძელებულიყო და ვთქვათ, შემდეგ ხელისუფლებას თუ რამე პოზიტიური იყო, იმაზე არ ეთქვა საერთოდ უარი და ჩვენ სულ თავიდან ვიწყებდით ისტორიას. თავიდან დაიწყო ყველა ხელისუფლების შეცვლის მერე ისტორია. თავიდან დაიწყო იმ სამოქალაქო ომის მერე და მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ აი უკიდურესი ანტიზვიადისტები ვინც იყვნენ, მეც ვიყავი ამ ბანაკის წარმომადგენლები, მაგრამ 31 მარტიც ძულდათ, იმიტომ რომ ეს იყო მიუხედავად იმისა, რომ იყო საქართველოს დამოუკიდებლობის და რეფერენდუმის დღე, მაინც იყო საძულველი დღე, იმიტომ რომ ეს ეკუთვნოდა წინა ხელისუფლების, ასე ვთქვათ, წარმომადგენლებს და აი ასეთი სიძულვილებით საზრდოობდა ხშირ შემთხვევაში და დღესაც სამწუხაროდ. ასევე ჭირდა ეს ვარდების რევოლუციას და მე არ მომწონს ხოლმე, როცა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს დაემართათ, ეხა ეს რომ აი თვითონ თითქოს საერთოდ არ ჭირდათ ასეთი რამე და მარტო ეს ხელისუფლება დაავადდა, მაგრამ ამ ხელისუფლებას კიდე გაასკეცებულად დაემართა. ამას ვამბობ, გაასკეცებულად დაემართა. იმიტომ რომ ციხეში არ მჯდარა ხო ფაქტი. არა, ისხდა, იჯდნენ. თქვათ ეხა იგივე ირაკლი ბათიაშვილი მართლა არაფრის გამო არ იჯდა და მართლა შემიძლია ამ თემაზე გადაჭიმული იყო ჯოხი, თქვათ, გადაძედმეტად გადაღუნული იყო ჯოხი, მაგრამ ბევრი თემა იყო. ეხა მაშინ მართლაც იგივე ხა გირგვლიანის თემაზე საუბარი აღარ, მაგრამ მთელი პირამიდა ხო იყო, არა მფარველობისა და ვიცით ეს ცხადია იყო. და მე ერთის მხრივ მინდა დავეთანხმო ქალბატონ ლანას, რომ ვინც დასაჯდელია უნდა დაისაჯოს, მაგრამ როდესაც ხალხი დაინახავს იმას, აი ახალი ხელისუფლება მოვიდა და თქვა რომ სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა როცა გინდა მარტო წინა ხელისუფლების ნამოქმედარში და შენი ხელისუფლების ნამოქმედარს აბსოლუტურად ყველაფერს აფარებ ხელს, იქ ვერანაირ სამართლიანობაზე ვერ ილაპარაკებ, ვერასოდეს და აბსოლუტურად ვეთანხმებით ამ რიკოს, რომ დღეს ესე ხდება. ყველა შესწიცინებს თვალებში ერთ ადამიანს, რომელ კომენტარში რას გვეტყვის, რომ მე იმის მიხედვით მიიღოს ყველამ გადაწყვეტილება და საერთოდ მარაზმში აღმოჩნდით ამ თვალსაზრისით და ეს არის უბედურება, თორემ ნუ რა თქმა უნდა შეიძლება ჩვენ ძნელად გავდივართ ამ გზას, თქვენ სპირალი უწოდეთ, სხვები მოჯადოებულ წრეს ვამბობთ ამაზე, მაგრამ მაინც არის ხო რაღაცა განცდა გაქვს, რომ ნუ სადღაც წინ წახვალ და მე მაგის განცდა რო წინ უბედურებას განცდა რომ მივდივარ თანდათან. ეს იმედი რომ არ გქონდეს წინა ხელისუფლებამ გააკეთა ძალიან ბევრი ქვეყნისთვის, მე მგონია რომ აი ეს ძალადობის ელემენტი როდესაც შემოვიდა ძალიან ძლიერად და აი მან ძალიან ბევრი გააფუჭა და დაანგრია. იცით ახლა თქვენ რომ წინა ხელისუფლების პირველი დღიდან ბოლო დღემდე ვიყავი ოპონენტი და ვერასოდეს ვერ, მაგრამ მე მომხრე ვარ იმისა რომ რაღაცა აი ეს მემკვიდრეობითობა არსებობდეს და ეხლა შენ რო დამდგარ ხარ და თითის თითზე დაწება არ შეგიძლია და გაუთავებლად 9 წელიწადს იძახი, ეს არის უკვე მართლა ძალიან მძიმე რამ, იმიტომ რომ შენ ხარ დღეს ხელისუფლებაში, შენ მოგცა ხმა ყველაზე მეტად იმ მოპროტესტე საზოგადოებას შორის, შენ აიღე პასუხისმგებლობა შესაბამისად და დღეს შენ უნდა მოგთხოვოთ და შენ მაჩვენე, რისი გამკეთებელი ხარ, რომელი მიმართულებით ასე ვთქვათ, დაამკვიდრე სამართლიანობა, თორე ეს აღდგენა სამართლიანობის საერთოდ გაუგებარი ტერმინი არაა. ტერმინი მართლაც და სად მოხდა ეს? დავსვათ ასე, რა თქმა უნდა, ჩვენ 9 აპრილის ასე ვთქვათ, მხოლოდ გასახსენებლად არა ვართ, ხომ 9 აპრილიდან დაიწყო რაღაც და ვართ დღევანდელ მდგომარეობაში. მაშინ ასე დავსვათ საკითხი. მივდივართ წინ დამოუკიდებლობისაკენ და რეალურ დემოკრატიისაკენ. ჩვენ აი ამ წუთას ვართ თუ არა უფრო მეტად დაცული და უფრო ახლო მიზანთან, ვიდრე თუნდაც იყო შარშან ან შარშან წინ.
გაჩნდა თუ არა რაღაც სხვა საფრთხეები. აი, იმიტომ რომ ხო, იმიტომ რომ გზნობთ თუ არა იგი უფრო დაცულად ბატონო რომან ჩვენ ვართ დღეს სიტუაციაში, როდესაც რეალურად ქვეყანას დღესაც აი 5 დეპუტატი ეახლა იმისთვის რომ რაღაც აღდგომისთვის წიგნი მაჩუქესო, მაგრამ რეალურად ვიცით რომ ყიფიანთან არის დაკავშირებული პრობლემები და იმაზე თვითონვე აღიარებს რომ მე მირეკავენ მინისტრების რჩევას მეკითხებიან. ანუ ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანა იმართება არა ინსტიტუციონალური პირის მიერ, ანუ როდესაც საუბარია იმაზე რომ 9 აპრილს ადამიანებს უნდა დემოკრატია. აი დღეს რაც ყობაც არსებობს საქართველოში, მაშინ როდესაც არა ანგარიშვალდებული პირი იღებს გადაწყვეტილებებს ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით. რამდენად შეიძლება ამას დაერქვას დემოკრატია? აი მაშინ ზუსტად აი მემართულებით მივდივარ მე. ყველას ეგონა რომ უკრაინა უფრო მეტად წინ იყო ევროპასთან, ვიდრე დაუშვათ 5 წლის წინ და აღმოჩნდა რომ როგორც ერთი ნაბიჯი გადადგა ასოცირების ხელშეკრულებისგან, ფაქტობრივად მოხდა ამ ქვეყნის ანექსია. ჩვენ შევასწარით და რაღაც პატარა კოლგასებით გავაკეთებთ ამ ასოცირების ხელშეკრულების სახით და ევროპას უახლოვდებით რაღაც ინსტიტუციონალურად, ეკონომიკური კარგგახსნილობის კუთხით, მაგრამ საფრთხეები კლებულობს, მაგრამ საფრთხეები როდის მატულობს? როდესაც გაკარგება იმუნიტეტი, ეკონომიკური იმუნიტეტი, იგივე ლართან დაკავშირებით. როდესაც ეკონომიკა 30% ეცემა და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტით სოფლიოში არის 113 ადგილზე. და ლარის დევალვაციის შემდეგ ჩვენ სადღაც რო 140-ში გადავალთ 40-ში არა, მაგრამ 30%-იანი დევალვაციით საგნით არავინ არ იცის. ხოლო ამ ეკონომიკური ზრდით ჩვენ თუ გავაორმაგებთ, ჩვენი არის 3500, ერთი მშპ ერთულზე. თუ გავაორმაგებთ და 7000 გახდება, ჩვენ დავეწევით აზერბაიჯანს, ბოტსვანას, დავეწევით ბულგარეთს, დავეწევით თურქმენეთს და გავაორმაგებთ 7%-იანი ეკონომიკური ზრდით დაახლოებით 7 წლის განმავლობაში. ხო, დღევანდელი ეკონომიკური ზრდით ჩვენ დავთვალეთ, ახლა სტუდენტებთან ვაკეთებთ გაფრთხილებას. დღევანდელი ეკონომიკური 5%-იანი ეკონომიკური ზრდით ჩვენ რომ დავეწიეთ აზერბაიჯანს ან ბელარუსს 7000-იან კლუბში რომ შევდეთ, შეიძლება 16.5 წელიწადი. ანუ თუ შენ არ აქვს ეკონომიკური საფუძველი, კარგი ეკონომიკური ხედვა, არა აქვს თავრობას ეკონომიკური ხედვა. თუ დაცული არ ახარ პოლიტიკურად, ჩვენ მეტად ვართ დაცული რუსეთის ზემოქმედებისაგან დღეს, ან თუ მეგობრები, ასე ვთქვათ, ევროპა, ამერიკა და სხვა იჭერენ იმაზე ნაკლებად ხარს ვიდრე დავუშვათ გუშინ იყო. ანუ პოლიტიკური საგარეო მხარდაჭერა უფრო მეტია დღეს საქართველოში ვიდრე იყო გუშინ. ანუ მთლიანობაში, ანუ 9 აპრილის იდეები დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისაკენ სulis რომელ ეტაპზე ვარ, სპირალი ჩამოვიდა ქვემოთ. სწორად თქვა, ამრიგობენ ჩვენ მივდივარ სპირალისებლა. სპირალის თვისება არის ყოველთვის აღმასვლა და ქვემოთ ჩამოსვლა. ჩვენ ახლა ქვემოთ ჩამოსვლის სტადიაზე ვართ. 2 წლის წინ ხელისუფლების ცვლის შემდეგ იყო იმედი, იმიტომ რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ხელისუფლება ყველა თეორიაში ასია, ხელისუფლება რომელიც დიდხანს არის ის დამშვიდობას მეცემა და გადაგვარდება ხოლმე. ამიტომ გადაგვარებას შეუწყო შეიძლება დაუშვათ ხელისუფლების ცვალებადობა, მაგრამ ერთი როგორი შედეგი გამოიყო ამან. ჩვენ წავედით სპირალისკენ ქვემოთ. და რა არის ის ძალა დღეს საქართველოში, რომელიც სპირალს აღმა ასწევს ეკონომიკას არ ვიცი. ხაბატონ თამარ, რა არის ის ძალა, რაც სპირალს მაღლა აწევს და ზოგადად როგორ უყურებთ თქვენ დღეს სად ვართ? თუ შევადარებთ, აი რაღაცნაირად დიაგრამასავით თუ გავაკეთებთ საქართველოს დამოუკიდებლობის მოყან, თუნდაც აი 9 აპრილიდან დღემდე სად დააყენებდით დღევანდელ საქართველოს? ზუსტად სპირალის რომელ წერტილში დგას არ ვიცი, მაგრამ ერთი რამე მინდოდა მეთქვა და სწორედ ამასთან არის კავშირში ის, რომ აქ ითქვა, რომ მოუმზადებელი შევხვდით დამოუკიდებლობას. კი, მე ესეთი ხაბები. ხო, მე ვთვლი, რომ აქ მოუმზადებლობა, ну, რა თქმა უნდა, მოუმზადებლობაც შეიძლება იყოს, მაგრამ მოუმზადებლობამ აქ არ ამგონია, რომ თავარი როლი ითამაშა და არ ამგონია, რომ ვიღაცას რო ქონოდა ჩამოწერილი რაღაცა და დეტალები თქვათ ეკონომიური პროგრამის სამოქმედო გეგმა ესეთი დეტალიზებული რომ ვიღაცას ჩამოწერილი ქონოდა მე ეს დაეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას და მართლაც იმ გეგმით განვითარდებოდით. მე მგონი ეს სრულიად არარეალისტურია ეს რომ ამის შედეგად სხვანაირად განვითარებულიყავით. მე ვთვლი რომ მიზეზი იმისი რომ გარკვეულწილად ჩვენ უკუღმა განვითარდით. მე ვთვლი რომ თვათ უარყოფითად არა, იმიტომ რომ მაინც ის ფაქტი რომ დამოუკიდებელია საქართველო დე იურე, ეს თავისთავად უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. და გარკვეული სახელმწიფოებრივი განვითარება, თქვათ ბოლო წლებში, აი ბოლო არა ამ ხელისუფლების წინა ხელისუფლების დროს, თქვათ უარყოფითი მოვლენების გარდა იყო დადებითი ცვლილებებიც. მაგრამ მიზეზი იმის
რომ რაღაცეებში მართლა ძალიან უარყოფითად წავიდა ახალგამოცხადებული სახელმწიფოს განვითარება, არ იყო მოუმზადებლობა დეტალიზებული წერილობითი პროგრამების სახით. არამედ იყო სრულიად შეგნებულად პოლიტიკური პროცესების და პოლიტიკური ძალების სრულიად შეგნებულად წაქეზება არასწორი მიმართულებებით. და აი თქვენ ახსენეთ ის ფირიც, რომელიც აჩვენეთ, ამ ფირშიც აი ეს იყო ასახული სხვათა შორის, რომ აი მაგალითად საღად მოაზროვნე და ჯანსაღად მოაზროვნე ფიგურის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი თვალსაჩინო გამოხატულება იყო ზურა ჭავჭავაძე მაგალითად. და ზურა ჭავჭავაძე იქცა სასტიკი დევნის საგნად. და ეს შემთხვევითი არ იყო, მგონიათ რომ ეს იყო რაღაცა შემთხვევითი მოვლენა, ვიღაცას არ მოეწონა, ეს ყველაფერი ძალიან მართული პროცესები იყო. ძალიან მართულად ხდებოდა, ვთქვათ, გარკვეული ძალების წაქეზება და მე არ მინდა არავისი ხა კონკრეტულად არავისი ხსენება ეს, მაგრამ ზოგადად ხელისუფლებას აწყობდა, რომ ეროვნული მოძრაობა წარმართულიყო ეგრეთ წოდებული რადიკალიზმის გზით. მე არ ვთვლი, რომ ეს რადიკალიზმი იყო და რამდენად სწორადაა ეს ტერმინი გამოყენებული, მე ვთვლი, რომ ეს ტერმინიც რასაკვირველია არასწორადაა გამოყენებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წარმართულიყო აი ამ ფსევდორადიკალიზმის გზით, რომელიც ხელს შეუშლიდა საქართველოს, რომ მომზადებული არაწერილობითი პროგრამების, როგორც ჩვენ ვახსენეთ, არამედ რაღაცა პროცესების მხრივ მართლაც მოუმზადებელი ყოფილიყო საქართველო. მაგალითად, იგივე აფხაზეთის პრობლემის, რომლის მოგვარება არა, მაგრამ მოგვარება რა თქმა უნდა ძნელი იქნებოდა, მაგრამ რაღაც წინ წაწევა ამ მხრივ შეიძლებოდა მომხდარიყო. თუ კი არ მოიხსნებოდა, ვთქვათ, იგივე ეს არ გამოცხადდებოდა, რომ თურმე აფხაზეთის პრობლემა არ არსებობს და მარტო დამოუკიდებლობა უნდა მოვითხოვოთ. აი ასეთი კონკრეტული საკითხები, აი ეს მეორე მიმართულება, რომელსაც ვთქვათ, ზურა ჭავჭავაძე წარმოადგენდა, სწორედ აი ამ კონკრეტული საკითხების მოგვარებაზე იყო ორიენტირებული, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობის. თუმცა ზურა ჭავჭავაძე საეჭვო გარემოებებში გარდაიცვალა, ხო? რა თქმა უნდა, საეჭვო ცოტა რბილიც ნათქვამიც კი არის. მე იმის თქმა მინდა, რომ აი ესეთი განვითარება კონსტრუქციული პოლიტიკური პროცესების რუსეთის იმპერიის, ნუ თქვათ, აი ცენტრს, რომელიც პოლიტექნოლოგიებს ფლობს, არ აწყობდა საქართველოში. ამიტომ ყოველთვის იყო წაქეზებული ისეთი ძალების ხელისუფლებაში მოსვლა, რომელიც და თვითონ იგივე ეროვნულ მოძრაობაშიც ისეთი ძალების გაბატონება და პოლიტიკური პროცესების ისეთ წარმართვა, რომელიც აი ამ კონსტრუქციულ განვითარებას და რეალურად საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევას, რეალური დამოუკიდებლობის მიღწევას ხელს შეუშლიდა. მაგრამ მე კიდევ ვიმეორებ, რომ მიუხედავად ასეთი და გარდა ამისა, ქართული საზოგადოება, მთავარი ჩვენი უბედურების მიზეზი არის, რომ ქართული საზოგადოება აღმოჩნდა ძალიან ადვილად მართვადი. აი ამ პოლიტექნოლოგიების ხრივ, თორემ ვთვლი, რომ სხვა ქვეყნებშიც ცდელობები იქნებოდა, მაგრამ ქართული საზოგადოება ძალიან ადვილად მართვადი აღმოჩნდა, რაღაც თეატრალიზებული წარმოდგენებით, რაღაცეებით და ასე შემდეგ, მაგრამ ქალბატონ ლანას მინდა ვკითხო, იმიტომ რომ კამათში გადაიზარდა წინა საუბარი, მე მგონი სათქმელი ვერ დაამთავრა, თუ შეგვიძლია, რომ თქვენი გადმოსახედიდან დღეს სად არის ქართული სახელმწიფო, რაღაცა მოკლედ რომ აღწეროთ, აი მე მართლა მგონია, რომ მიუხედავად ყველა უკან დახევისა, სიძნელებისა, ტრაგიკული გადახვევებისა და ყველაფრისა, ნელ-ნელა მაინც მივდივართ იქით, რომ ნორმალური მართლა ჩვეულებრივი დემოკრატიული დასავლური სახელმწიფო იყოს საქართველო. მე მგონია, რომ დღეს ადამიანი საქართველოში თავისუფლად გრძნობს თავს. კი ბატონო. აი პიროვნებარი თავისუფალი. კი ბატონო, ეს არის უდიდესი მონაპოვარი. აი ეს მგონია ნამდვილად. რაში გამოიხატება ეს? აი არ არის შიში, არ არის ის დამთრგუნელი. ანუ თქვენი ცით იგივე ნაციონალური მოძრაობის ოჯახის წევრები რაშისგან იცდიან? აი ეს ადამიანები მაგალითად ვინც შეიძლება, რადგან თქვენს გარემოცვაში არ არის შიში, ფიქრობთ რომ სხვაგანაც არ არის? არა, ნუ მე მგონია რომ კი ბატონო. დიახ, კარგით. დავასრულოთ ამ თემაზე დისკუსია, მე მახსენდება კახა ბენდუქიძის სიტყვები, მე მართლაც გეთანხმებით იმაში, რომ ჩვენ მართლაც დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ, იმიტომ რომ რეგიონში პრინციპში იშვიათი გამონაკლისი ვართ, რომელმაც არჩევნების გზით შეძლო ხელისუფლების შეცვლა, წინა ხელისუფლებამ მშვიდობიანი გზით არჩევნების გზით დათმო. ეს ძალიან სერიოზული პრეცედენტი არ იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ და კახა ბენდუქიძის სიტყვები მინდა გავიხსენო, ერთი ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ჩვენ წინ ამ არჩევნების, მაგრამ ექსპერიმენტებში
ჩავდგითო, ან უფრო გაცილებით უხეშად თქვა, ესე იცოდა ხოლმე, მას შეეძლო რომ თავისთვის ამის უფლება მიეცა, მე ვერ მივცემ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემი სტუმრები ვიყავით, ჩვენ სხვა შემადგენლობით გავაგრძელებთ ამავე თემაზე მსჯელობას და შევეცდებით გავაანალიზოთ, რამდენად მივუახლოვდით იმ მიზანს, რისთვისაც 1999 წლის 9 აპრილს ჩვენ ყველანი, ჩვენი თანამოქალაქეები ქუჩაში ვიდექით და 22 ადამიანი შეიწირა საბჭოთა არმიამ. Reach out and touch faith.